საჩუქრის მიღება ყველას სიამოვნებს. ამისთვის განსაკუთრებული დღე სულაც არ არის საჭირო. მაგრამ ისეთ დღესასწაულზე, როგორიც ახალი წელია, საჩუქრის ჩუქებას და მის მიღებას სულ სხვა ემოცია მოაქვს. რა საჩუქარი უნდა აჩუქოთ საახალწლოდ თქვენთვის საყვარელ ადამიანს, ეს თქვენზე კარგად არავინ იცის, ამიტომ მე არ დავიწყებ რჩევების მოცემას. მაგრამ საჩუქრის შერჩევა და ყიდვა ნახევარი საქმეა, რადგან მის ორიგინალურად შეფუთვას და ჩუქებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. დავიწყოთ შეფუთვით. საჩუქრის შეფუთვის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს. თავდაპირველად თურმე თიხის მეშვეობით აფორმებდნენ კალათებსა და სხვადასხვა ნივთებს. ასევე საჩუქრის შესაფუთად გამოიყენებოდა ტყავი და ბამბის ხურჯინი. ქაღალდის შესაფუთი პარკები კი ქაღალდის წარმოების განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური გახდა. მე-18-მე-19 საუკუნეში კი მუყაოს ყუთების დამზადებაც დაიწყო. დროთა განმავლობაში დიზაინერებმა შესაფუთი ქაღალდისა და მუყაოს ყუთების დიზაინი დახვეწეს. პირველი ასეთი ლამაზი შესაფუთი მასალის დამკვეთები პარფიუმერული მაღაზიები და საკონდიტროები იყო. დღესდღეობით ფერადი შესაფუთი ქაღალდებით ნებისმიერი ნივთის გაფორმება შეგიძლიათ. ზოგადად პრობლემა იყო ყოველთვის, როდესაც საჩუქრის ჩუქება გინდა მეგობრისთვის, რომ სადმე შეგეფუთა. ამიტომ მეგობრებმა გადავწყვეტათ, რომ დაგვეწყო ესეთი ბიზნესი, ასე ვთქვათ, ესეთი წამოწყება. ზოგადად ვფიქრობ, რომ შეფუთვა საჩუქარს მატებს დამატებით ემოციურ ღირებულებას. როდესაც მჩუქნიან საჩუქარს, რომელიც არის ლამაზად შეფუთული, ვიცი, რომ ეს არის ნაჩუქარი მთელი გულით. ამას გარდა არის ის მომენტიც, რომ როდესაც საჩუქარი შეფუთული არის, ანუ ეს ხავს პირველ დადებით ემოციას, პირველ დადებით შთაბეჭდილებას საჩუქარზე და იზრდება კიდევ მოლოდინის მომენტიც, რომ როდესაც საჩუქარს ხედავ, რომელიც არის შეფუთული, რადიოს შიგნით უფრო მეტად გაინტერესებს. წინა საახალწლოდ აქტუალური არის მწვანე და წითელი ფერები, ასევე ოქროს ფერი ყველაზე მეტად. აჩუქეთ ერთმანეთს ლამაზად შეფუთული საჩუქრები. როდესაც საჩუქარი შერჩეულია და ლამაზად შეფუთული, იზღადაგვრჩენია ორიგინალურად მივართვათ ის. საჩუქრის ჩუქების რამდენიმე აპრობირებული მეთოდი არსებობს. პირველი. საჩუქრის ჩუქების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი სახლის კართან დატოვებაა. ამისთვის კი საჭიროა დადოთ საჩუქარი კართან. დარეკოთ ზარი და სანამ კარს გააღებენ, დატოვოთ იქაურობა. ეს ფორმა ისეთ ადამიანებს გამოადგება, ვისაც ხელიდან ხელში საჩუქრის მიცემის ცხვენია და ერიდება. მეორე. თუ საახალწლოდ საჩუქარს ბავშვებს ჩუქნით, ყველაზე სასიამოვნოა ის ნაძვის ხის ქვეშ დაუტოვოთ. თანაც ისე რომ პატარამ შემთხვევით იპოვოს. მოულოდნელად აღმოჩენილი სურპრიზი მას ნამდვილად გაახარებს. მესამე. კიდევ ერთი მოულოდნელობით ახსავსე საჩუქრის გადაცემის მეთოდით შესაძლებელია ფოსტალიონის დახმარება. ეს მეთოდით საკმაოდ ეფექტურია. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მას უბრალოდ წერილიან ამანათი მიუვიდა გახსნის შემდეგ აღმოაჩენს საჩუქარს და ეს მასში უდავოდ დადებით ემოციებს გამოიწვევს. ფოსტალიონის როლი შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა საჩუქრის ადრესატისთვის უცნობმა ადამიანმა. მეოთხე. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საჩუქრის აღმოჩენის მეთოდი გახლავთ რუკა. ანუ თქვენ ადამიანს აძლევთ რუკას, რომელზეც დაწვრილებით არის მითითებული გზა საჩუქრისკენ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ადრესატმა საჩუქარი აუცილებლად იპოვოს. თუ ატყობთ, რომ ეს საკმარისი მაინც არ არის, მცირე მინიშნებებით შეგიძლიათ მისცეთ. ეს პატარა თავსატეხი საჩუქრის მიღებას კარგ თავგადასავლად აქცევს და ნამდვილად დაუვიწყარს გახდის მას. მოკლედ, მე ყველა ეს საჩუქრის გადაცემის ფორმა ბანალურად მეჩვენება, ამიტომ გადავწყვიტე მომეფიქრებინა რაიმე განსაკუთრებული, არაბანალური, საინტერესო და რაც თავარია დასამახსოვრებელი. ამიტომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს გადავცემ საჩუქრებს ისეთი ფორმით, რომელიც მათ აუცილებლად დიდი ხნის განმავლობაში დაამახსოვრდებათ, მაგრამ ეს ძალიან სახიფათოა და გთხოვთ, რომ თქვენით ეს არ გაიმეოროთ. მერვე სართულიდან უნდა დავეშვათ და ვაჩუქოთ საჩუქრები ჩვენთვის უცნობ ადამიანებს. მოკლედ მე ხა მეხმარებიან კაორის ბიჭები რა, რომ დავეშვა ქვევით და
ესეთი მაგარი ბიჭები არიან, ამათ ჩემს სიცოცხლეს ვანდობ უპირობოთ, მაგრამ მაინც ცოტა ნერვიულობ რა ადამიანური ის არის ფაქტორია და ზურგიდანვე? აუ, ერთი წამ კარგად ამიხსნა ამაზე. რა გადავწიო? გდავს? უმაშინებთ გთხოვ. აქვე გეყოლებით რა, სანამ ძოწეს დაეკიდება, აქვე ვიქნები რა გთხოვ. ვახ, გიო, აქი ჩემთან იყავი რა გთხოვ. ხარმა რომ გამაქანაოს რა უკნა. არაფერს არ გაგაქანებს, არსად არ წაგიჟე. გიო, ძალიან მელა დამიშვი, გიო. გამარჯობა. GDS-ი და GDP-ია გილოცავთ ახალ წელს. ეხა უნდა გაჩუქო რამენაირად საჩუქარი. ძალიან ნერვიულობ. გილოცავ თქვენი სახელი რომ მითხრათ. გიორგი, გილოცავ მრავალ ახალ წელს დაესწარი. და ეხა ვეცდები რომ რამენაირად საჩუქარი მოგაწოდო. არ ვიცი ეგ როგორ დავქნა. იმიტომ რომ მე ძალიან მეშინია. და ერთი ცალი ეს სიმბოლური საჩუქარია, დიდი არაფერი, მაგრამ იმედია რომ დაგამახსოვრდება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ, მრავალს დაესწარით. და წავედით ჩვენ ქვევით ქვედა მეზობლებთან. წავედით ძალიან მელა. არ არია მე სანტა კლაუს საჩუქარი გამაზა მე-7 სართულმა. იმიტომ არ არიან სახლში. აი ეს. ავი. ვახ. всё, გიო. всё. გამარჯობა. მოდით, ნუ გაშინიათ, მოდით. ვიახ თქონდა გაჩუქოთ აი ხურჯერიდან საჩუქარი. ეგა. კი ბატონო. გილოცავთ. всё. გამარჯობათ, გილოცავთ ახალ წელს. ტელეკომპანია GDS-ი და GDP-ია მრავალ ახალ წელს გილოცავთ. დაესწარით ახალ წელს, ეს საჩუქარიც მოგიტანეთ, ისე არ ვართ მარტო მოსალოდნელად მოსულები არ ვართ. დაიდე. მოვედი. მოკლედ, მე-5 სართულზე ვარ, თუ რომელ სართულზე ვეღარ გავიგე. იმიტომ რომ ნერვიულობდი რა, ეხლა ცოტა ნელ-ნელა ვწყნარდები. გამარჯობა. გილოცავთ ახალ წელს. ამანახე. არაფრის. ყველას ვაჩუქებ საჩუქარს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა და ძალიან ციოდა გარეთ და ეხლა ცივა პროსტა მე უკვე ისე ვილერვიულე რომ ვეღარ ვცნობ ამ ციცეს. ყველაფერი ნორმალურად მიდის. იმედია ვინმე ბოროტი მეზობელი ზემოდან თოქს არ გადაგვიჭერს. დიდი მადლობა. ესეც ასე. მეც დამიშვი გიო! კიდე! მე ვსო გიო! გამარჯობათ, ახალ წელს გილოცავთ, არ შეგეშინდეთ, მოდიშით რომ ესე დაგადექით თავზე, საჩუქრებიც მოგიტანეთ და არ შეგეშინდეთ, მოკლედ მერვე სართულიდან დავეშვით, ეხლა ჩვენ ყველა მეზობელს ესე მიუკაკუნეთ და მოგიტანეთ საჩუქარი, რომელსაც ეხავე მოგაწვით სიმბოლური საჩუქარი არის ტელეკომპანია GDS-ი და გადაცემა GDP-ია გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით. ბოლომდე! всё, დავეშვით, საჩუქრებით ყველას ვაჩუქეთ. ვინც ზოგმა ფანჯარა არ გაგვიღო, რატო არ ვიცი, არ იყვნენ ალბათ სახში და ყველას მიულოცეთ ახალი წელი საჩუქრებით ვაჩუქეთ, კარგ განწყობაზე დავაყენეთ, მეც შემეშინდა და ეხა აღარ მეშინია და შევეჩვიე უკვე და გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით მეგობრებო. მრავალ ახალ წელს დავესწროთ ყველა ერთად.